ლიძე გადამზიდი კომპანია USA to Georgia-ს მომსახურებით 8 წელია სარგებლობს და პრობლემა არასდროს შექმნია. თუმცა გასული წლის 15 ნოემბრიდან კომპანიამ მომსახურების პირობები შეცვალა, რის შემდეგაც ტრანსპორტირების საფასურმა მკვეთრად მოიმატა. ეს ჩანთა გამოვიწერე და რაც ეს ჩანთა ღირდა Black Friday-ის ფასდაკლებით, თითქმის იგივე გადავიხადე ჩამოტანაში. თავისი ყუთით არ ჩამოვიდა, ეს იყო გადახვეული, ბრენდირებულ ცელოფანში და ბრენდირებულ ქაღალდში და ამათმა ჩადეს თვითონ იმ ყუთებში. ამაშია საქმე. USA to Georgia-მ ჩადვა ყუთებში და ისეთ ყუთში ჩადეს, აი ამას ვამბობ, რომ იმ ყუთში ორივე ჩანთა ჩაეტეოდა. ნინო ჭელიძეს ამერიკიდან ჩანთის ტრანსპორტირების ღირებულება 28 ლარის ნაცვლად 87 ლარად დაუანგარიშეს. ამისი მიზეზი ის იყო, რომ USA to Georgia-მ ნივთის ჩამოტანის საფასური მოცულობით დაითვალა, რადგან ჩანთა დიდ ყუთში იდო, ამიტომ ნივთის წონა რეალურზე 2 კილონახევრით მეტი გამოვიდა. ჩამოტანის საფასური კი 59 ლარით გაიზარდა. ამანათის ჩამოტანას უფრო მეტი დრო სჭირდება. ამანათის ჩამოტანა გაგვიძვირდა და სანდოობა უკვე კომპანიას როგორ უნდა ენდო, რომ ამანათი ჩამოიტანო, არ ვიცი. გადამზიდი კომპანია USA to Georgia ჩამოტანის საფასურს ნივთის რეალური წონის